17 წლის ასაკში ვაბარებ მართვის მოწმობის გამოცდას, ეს მაშინ სიახლე იყო და ახალი დაშვება, ამიტომ ვინ დაელოდათ 18 წელს და როგორც ბევრი თქვენგანი ალბათ მეც 17 წლის ასაკში ავიღე მართვის მოწმობა. ჯერჯერობით არ მყავს ჩემი საკუთარი ავტომობილი, მაგრამ მე 12 კლასში ვარ და სკოლაში მივდივარ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომობილით საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში. დიახ, ეს არის 34 M5 სანომრე ნიშნით OM500 და წარმოიდგინეთ რა განცდებში ვიქნებოდი და რა ემოციები მექნებოდა. ამანქანის გადაადგილება იყო მაშინ, არ ვიცი, მთელი თავგადასავალი, იმიტომ რომ არ არსებობდა ადგილი, სადაც ყურადღებას არ მოგაქცევდნენ და არ დაგიწყებდნენ კითხვებს, როგორ დადის ძმაო, ნამდვილად ქარხნულია თუ არა, როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს და ასე შემდეგ და მოკლედ ესე მიყალიბდებოდა გემოვნება და შეხედულება ავტომობილების მიმართ. მაშინ 34 M5 იყო ჩემი ოცნების ავტომობილი, მაგრამ ჩემი პირველი ავტომობილი არ ყოფილა 34 და BMW, ჩემი პირველი ავტომობილი იყო Mercedes-ი. სხვათა შორის ეს ავტომობილი შევარჩიეთ მე და გიორგიმ ერთად და ორივე ძალიან ბედნიერები ვიყავით, ალბათ გიოს ჩემზე მეტად უხარვოდა ამ ავტომობილის შეძენა.